იყოს აღარ აი ამ იმაზე მიყურე. დილით მომიტა. ჩვენი სულიერი შვილი არის და დილით მომიტა და წირვე დროს გიორგობად დილით გვაჩვენა ტაძარში. ხალხურიანია გაუწმინდა ახლა სუფთა ნახე გიორგობის ამის. ბავშვს საჩუქეს დაბადების დღეს 1 წლის წინ. მეგობარმა სტიხაროსანმა აჩუქა და ნახე აი როგორ წმინდა ნახე და თბილისში შეძენილია? თბილისში საეკლესიო მამასის შეძენილი ხატია და მე რემონტი მქონდა საში და როდეს ხატები ერთიანად აკეცილი მეწყო ერთად და ღამე დავიწყე ისა დაალაგება ხატების გადაწყობა ერთმანეთის გამო დავაშორე ნახე რომ ღვთისმშობლის სახეზე და უფლის სახეზე წერტილები თითქოს წლისწვეთები არის და შემეშინდა რომ ხوار გამხუჭე მეთქით ხატი გამეხოს ძალიან რაღაცა ხوار ჩავიდა თქო და გადმოვატრიალე და გამხსე. ზეზე უფრო ბრწყინვალება ღვთისმშობლის ზერა სადმოვა ღვთისმშობლის მალთან და ბრწყინვალებას და რომელი შუშა გაუძლებდა. ქმნილება შემქმნელთან არაფერი არ არის. ყოველი სული, ყოველი ქმნილი ემორჩილება შემოქმედს და თუ აღიბეჭდა. უწინარეს მასვადიდებ ვინა შექმნა ზღვა და ხმელი ვინც მარადის არსებობით უგუდავია და უცვლელი რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა ზეგარდ მოარსნი სულითა ყნა ზეცით მონაბერითა ჩვენ კაცთა მოგცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა და მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მით მიერითა ქართული მოდგმის ღვთაებრივი საიდუმლო ყოფის მიმართ ხალისია ხალისი პირვანდელი 64 სეული ნეტარებით გაჯერებული არი კაი გვაქვს ყველგან როგორ ბრძანდებით ისე? კარგად რა გიწევს არაფერს არ ვენდური ყველაფერს მაყოფილი ვარ თუ ვარ საჩუქარი გამჩენისაგან ჩემი თავის მომართ ქართველს სწორედ ეს ახარებს რომ არის საერთოდ სიყვარულს გამომარჯოს ერთ ლამას და ბედნიერს ღვთის სიყვარულს და ყველა სიყვარულს ამასთან ერთად დაგლოცავ ბედნიერები ყავს ისაც რა უნდა უყარდეს სულ სხვა ჩემი დრფიალიო ამიტომაც ქართველი თავმომწონეა აქვს კიდეც უფლება თავმოწონებისათვის მას კიდეც გაუკვირდება სხვას არ მოეწონოს თავმომწონე ქართველი თავგამოჩენის ჟინითაა აყვანილი მაგრამ ეს არა ისე რომ სხვა დაჩრდილოს გაახარე გაიხარე აი მთავარი ხტილი ქართული ბუნებისა არც ერთ შვილს რომელიმე სხვა ერისა არ ძალუც ისეთი სისრულით იყოს ერთგული თავდადებული მეორესათვის სხვისთვის როგორც ქართველს ამის დასტურია შინაგანი განწყობის გამომხატველი უნიკალური ქართული გამონათქვამები შენი ჭირიმე შეგენაცვალე პირველ რიგში დიდება უფალს ამ დიდი წყალობისათვის რომელიც არის ქართველობა გვერდსა ხრელით გამაიყვას ენა ტკბილი მოუბარი თქმა მართლისა სიმართლისა ხესა შეიქს ხმელსა ნედლა ამიმეტი ამ ერთი აფორიზმი მეტი რა უნდა საქართველოს ეს ქართველობას გავამართ ქართველობას საოცარია პირდაპირ ქართული ზღაპრის მითიური დასაწყისი იყო და არა იყო რა ღვთისუკეთესი რა იქნებოდა ესე იგი ქართულმა გენმა უღრმესად გაიაზრა წუთისოფლის ამაოება და მარადიულიდეად დაისახა ღვთისა და მოყვასის სიყვარულის მემსხვერპლეობა ჩვენ წინაპრებს ჰქონდა ძალიან დიდი სიყვარული მოყვასის დიდი სიყვარული ღმერთის და დაჯილდოვდა ქართველთა მოდგმა დაჯილდოვდა ყველაზე მთავარით დედა ღვთისმშობლის წილხვდომილობით დაწერეს მოციქულებმა ქვეყნები და ყველა მამოიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა რომ თავისი წილი ამოაბრძანა ეწერა ივერიეტა აი რა იქნებოდა საქართველოს რომ არ ყოფილიყო
წმინდა ღვთისმშობლის ციხე. ეს ხო შემთხვევით არ ხდება. სიყვარულის ეს პატარა ქვეყანა განკაცებული ღმერთის იესო ქრისტეს დედულეთად იქცა. ყოველი ნამდვილი კულტურა ინდივიდუალურია. რამდენად ინდივიდუალურია კულტურა, იმდენად უნივერსალურია იგი. ხალხი როგორც ცოცხალი არსი კრებითი პიროვნებაა. მთლად არ ვლინდება იგი არც ერთ ხანაში, ხოლო ყოველ ხანაში იგი იგივეა. სხვანი იყვნენ ქართველნი მაგალითად მე-15 საუკუნეში. სხვანი ვართ დღეს, რაც ერთია და იგივე ქართველებში ეს ქართველი ხალხია. ვითარ ცოცხალი არსი იგი მითიურ პიროვნებად გვევლინება, რომლის სახელია ქართულ, ანუ კარდუ. წარმოიდგინეთ, რომელიმე ხალხში გაწყდა ძაფი ხალხის ამგვარი შეგნებისა. რიცხვით 100 მილიონიც რომ იყოს, იგი გადაშენებისკენ მიდის. მაგრამ ხალხი როგორც ზეპიროვნული არსი, ვერ ნახულობს ხშირად ცალკეულში თავის ნამდვილ მსახველს. მეთაურის დანიშნულებაა მიაგნოს ხალხის შუაგულს, შეიგნოს იგი და ერი ამ იდეით განმსჯვალოს. 21 საუკუნის დასაწყისში, გლობალიზაციის ამ ქაოსურ ორომ ტრიალში, მაშინ როდესაც ნიაღვარივით შემოჭრილი უცხოური ფსევდოკულტურა ძირძველი, ღვთაებრივი ფესვების მოსპობას გვიქადის, ქართული გენის დიდმა მესაიდუმლემ, ერის მამამ და მეთაურმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, ჩვენი მოდგმის შუაგულში წყაროს თვალივით მიაგნო გადარჩენის საიდუმლოს და შექმნა ქართული იდეის ღირებულებათა ღერძი. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.